ცხოვრების წესი მართლაა ნიმუში ქართველი კაცისთვის, მათი სახელმწიფოებრივი მიდგომის, ქვეყნის სიყვარულის, აზროვნების, უამრავი სხვა მოსაზრების გამო, მაგრამ მათ ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის არ მოუტანია თავისუფლება. თავისუფლება მოიტანა ბალტიისპირეთისთვის, თავისუფლება მოუტანა გარიგება მალტის შეხვედრა. რას გულისხმობ? საბჭოთა კავშირის უზენაესმა საბჭომ მოახდინა დენონსაცია რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის. ეს იყო პოლიტიკური სარჩული ბალტიისპირეთის გასვლის საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან. და თქვენ გახსოვთ, ბუნებრივია ჩვენი დეპუტაციის აქტიური პოზიცია, როცა მათ მიაყოლეს ბალტიისპირეთის რესპუბლიკებს საქართველოს გასვლის საკითხი. საქართველოს გაცილებით მეტი სამართლებრივი საფუძველი გააჩნდა გასულიყო საბჭოთა კავშირიდან. ეს არის 20 წლის 7 მაისის ხელშეკრულება, რომელმაც სულ 10 თვე იმუშავა. მაგრამ პასუხი იყო ცალსახა. გარიგება საქართველოსთან დაკავშირებით არ შემდგარა. ჩვენ აღმოჩნდით ისევ აი ამ სივრცის შემადგენელი ნაწილი. შემდგომ ვითარდება პროცესები შემდეგნაირად, რომ ჩამოდის, ვერ ჩერდება, არ შეჩერდა პროცესი, დაიწყო საუბარი ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე, ჩამოდის მამა ბუში კიევში და ხმამაღლა მსოფლიოს გასაგონად და პირველ რიგში მოკავშირე რესპუბლიკების გასაგონად აცხადებს, რომ არავათ მზად დამოუკიდებლობისთვის ჯერ უნდა ვისწავლო დემოკრატია. დამოუკიდებლობა დემოკრატიის ისტორიკი იყო. მაგრამ მინდა გაგახსენოთ აი ბაზალურამ ეს პერიოდი საკმაოდ ისეთი დაძაბული ურთიერთობა იყო ელცინსა და გორბაჩოვს შორის და სკირად მოდით რა დამშტელი ერთ-ერთი მოორგანიზებელი შიდა დაპირისპირება იყო წმინდა რუსული და ელჩინმა მოუგო. აი ელცინის სანამ გახდებოდა ესე ვთქვათ რეალურად, ну, ყოველ შემთხვევაში ოფიციალურად მაშინ საბჭოთა კავშირი იყო, აი საბჭოთა კავშირის ჯინაზე შეხვდა, მაშინ ვიად გამსახურდია. აი ეს საინტერესო ფაქტი არის და ჯერ კიდევ იყო საბჭოთა კავშირი, როდესაც ელცინი შეხვდა იმას ვიად გამსახურდია. ყაზბეგში. ფანტასტიკური ხელშეკრულება დაიწყო. ის ხელშეკრულება რომ გამოიყენა სამწეშევაში მას წაადგებოდა პირადად მის ბიოგრაფიას მაინც და მოდით ამაზე ვისაუბროთ. შიდა წინააღმდეგობამ აი ეს გარიგება რაც იყო ბუშსა და გორბაჩოვს შორის აფეთქა. გზა გაიხსნა. აი რატო ვერ მოვრიგით ელცინის რეჟიმთან? მე მახსოვს 92 წლის დეკემბრისთვის უკვე იკეთებოდა რომ რუსეთი გადიოდა და იშლებოდა საბჭოთა კავშირში. პოგაროვის ესე ვთქვათ კონტრაქტზე ინფორმირებული იქნებით თქვენ. აი რატომ ვერ მივახციეთ ჩვენ იმას, რომ აი ოგაროვის კონტრაქტის დროს რაღაცა უფრო კარგი ურთიერთობა გქონოდა ელცინთან. ბატონო, ეს არის გლობალური საკითხი. გლობალური საკითხი. ეს მარტო ელცინის და გამსახურდიას ჭრილში ამას ვერ გავიხილავ. ისე მოუგონდეთ ამერიკის თემას. ამერიკის ინტერესი შენარჩუნდეს კონტროლი ესეთ ყოფილი საბჭოთა ქვეყნების სივრცეზე, ხო? ეს კონტროლი უნდა განახორციელოს რუსეთმა. შემდგომ ეტაპი, რომელიც დაიწყო პროცესი ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების შექმნის თაობაზე. ფაქტიურად შეთანხმება ყველა სახელმწიფოსთან იქნა მიღწეული, მაგრამ რა ხდება საქართველოში? საქართველოში ტარდება პირველი დემოკრატიული არჩევნები, მოდის ვიად გამსახურდია ხელისუფლებაში, ხო? აზერბაიჯანში ეროვნული ძალები მოდიან დემოკრატიული ძალები. მაგრამ არ ცხადდება დამოუკიდებლობა ქვეყნის. საქართველოს პრეცედენტი დამოუკიდებლობის გამოცხადების ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი შედგა საქართველოში. პრეცედენტს აქვს მაგალითის ძალა. ანუ ამერიკის გეგმა და მისი სტრატეგია ამოწურა არსებობის უფლება, ხო? შეიცვალა დამოუკიდებლობა. შეიცვალა დამოუკიდებლობა რისგანი? შეიცვალა დამოუკიდებლობა ზვიად გამსახურდიასადმი, საქართველოსადმი. და თქვენ აი რაც ახსენეთ. განცხადება, რომ გამსახურდია მიდის დინების წინააღმდეგ. ეს სადღაც გონი აგვისტოში იყო, თუ არა ოფიციალურად სექტემბერში. დიახ. 91 წლის. დიახ. შემდგომ რა ხდება? შემდგომ მხოლოდ აი ერთი მოსაზრებით ისევ კონტროლის შენარჩუნების მიზნით გახსოვთ დეკემბერში ბელარუსკაია პუშაში უკრაინა, რუსეთის და ბელორუსის პარლამენტის თავმჯდომარე, ორი პრეზიდენტი, ერთი პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრა.
და ჩამოყალიბდა დსთ-ი. არანაირი სამართლებრივი საფუძველი ასახელსო არ იყო. არა, ეს არის 8 დეკემბერში. არანაირი სამართლებრივი საფუძველი საბჭოთა კავშირის დააშლის დსთ-ის შექმნის არ არსებობს. უფრო მეც გეტყვით, რომ არ წესდება, არ დებულება არ არსებობს და მესამე დღეს ორგანიზაციას მიენიჭა საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაციის სტატუსი. თქვენ წარმოგიდგენიათ ამერიკის გარეშე ამ გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია, ხო? 9 დეკემბრიდან 21 დეკემბრამდე ყველა მოკავშირე ქვეყანაში რესპუბლიკაში მიმდინარეობს რვას მოყვა გორბაჩოვის აღიარება დაშლის შესახებ, ხო? სამდაკავშირის. შემდგომ მიმდინარეობს ყველა რესპუბლიკაში მუშაობა იმისთვის, რომ მოხდეს მიერთება დსთ-ის სამ სახელმწიფოზე. 21 დეკემბერს, ეს არის 91 წელი, მეოთხე ატომური სახელმწიფო, ეს არის ყაზახეთი. ყაზახეთში ალმა-ატაში შედგა შეხვედრა და დსთ-ის სამ სახელმწიფოს მიუერთდა 8 სახელმწიფო. და დსთ-ის შემადგენლობა შეივსო 11-მდე. საქართველოს წარმოდგენილი არ იყო. და რატომ არ იყო წარმოდგენილი? არ იყო იმიტომ, რომ ვერდიქტი უკვე და ის რომ ზუსტად გამსახურდია ზედმეტია სოფიო პოლიტიკისთვის, რა თქვა მიიღო. საქართველოს ამოვარდა ამ სივრცეში. ჩვენი ადგილი დსთ-ში არ იყო. თქვენ ეცოდინებათ, რომ რამოდენიმე ჯგუფი, რამოდენიმე დელეგაცია, როგორც მე ვიცი, 3 დელეგაცია, სხვადასხვა ვიცე-პრემიერის, კომიტეტის თავმჯდომარის, ერთ-ერთი მინისტრის ხელმძღვანელობით გაემგზავრა, მაგრამ მათ თავისი ადგილი საერთოდ არ ვერ პოვეს და მოლაპარაკების მაგიდასთან არ გასვეს. ანუ შეიქმნა დსთ-ი, ხო? აი დღეს თქვენ ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე საუბრობთ, დღეს ჩვენი გადაწყვეტილება დსთ-დან გამოსვლის. არანაირი სურვილი არ მაქვს ვიყო დსთ-ის ადვოკატი, მაგრამ ჩვენ ერთი რამ უნდა გავარჩიოთ. არის დსთ როგორც ორგანიზაცია და არის დსთ როგორც სივრცე. დსთ როგორც ორგანიზაცია რუსეთმა დიდი ხანია გამოიყენა მისი კონტროლისთვის დსთ როგორც სივრცეზე. მან დსთ-ის სივრცეზე შექმნა სივრცეში სამხედრო პოლიტიკური ბლოკი, ეგრეთ წოდებული ოდკდ და სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობის ორგანიზაცია ევრაზესი. თან ქვეყნები შეიყვანა შერჩევით. თუ ჩვენ გვინდა რუსეთის დასჯა, ეს დასჯა არ არის, ეს არის საკუთარი თავის დასჯა. ჩვენ უკეთესი ფორმატი, ვინამ დსთ-ი. არ გვექნება. დსთ-ში არის 12 სახელმწიფო და ჩემი აი ამდენი ხნის საქმიანობა მაძლევს იმის საშუალებას, რომ უამრავ საკითხებთან დაკავშირებით იყო პოზიცია 11 ერთის წინააღმდეგ. ერთი რუსეთი, 11 დანარჩენი რესპუბლიკები. მსგავსი პრობლემები ახასიათებს ყველა სახელმწიფოს მეტნაკლებად დსთ-ის წევრ ქვეყნებს და ჩვენ აი მე ერთ ინტერვიუში ასე ვთქვი, რომ დსთ-დან გამოსვლის საკითხის ნაცვლად უმჯობესი იქნებოდა დაგვეყენებინა დსთ-დან რუსეთის გარეთ. ძალიან გავიკვირდა სიმართლედ. მოგახსენებთ, როგორ შეიძლება ამის საკითხი? მექანიზმები, რა თქმა უნდა, დსთ-ის დებულებით და დსთ-ის წესდებით დსთ-ის წევრ სახელმწიფოს აქვს უფლება მოიწვიოს დსთ-ის რიგარეშე სხდომა. ასეთი უფლება აქვს საქართველოს. მართალია ჩვენ ვართ დსთ-ის გამოსვლის რეჟიმში, მაგრამ ჯერ გამოსული არა ვართ. აი ეს გამოსვლის რეჟიმი გონი 12-ში დაფიქსირდა. შეიძლება ერთი წლის განმავლობაში ხდება. არა, დღესაც შეიძლება. დღესაც რა თქმა უნდა. ეხლა მე შორსა ვარ იმ აზრისაგან, რომ საქართველოს გამო რომელიმე სახელმწიფო ჩვენი ინტერესების დასაცავად ხარი დაუჭიროს რუსეთის დსთ-დან გარიცხვას. მაგრამ აქ საუბარია სხვა რამეზე. პრეცედენტი, დიპლომატიური პრეცედენტი. არა მხოლოდ. ჩვენ გვაქვს ყველა საფუძველი